მოგესალმებით. დღეს ორშაბათია და რა თქმა უნდა მსოფლიო როგორც ასეთის დროც მოვიდა. მე გახლავართ ალექსი ბუკაპეტრიაშვილი და BMG-ს გუნდთან ერთად განვაგრძობთ თქვენს ინფორმირებას მსოფლიოს ყველაზე ცხელთან მნიშვნელოვან ამბებთან დაკავშირებით. შევეცდებით გავაანალიზოთ ის პროცესები, რომელიც ამ წუთებშიც მიმდინარეობს ახლა ზუსტად, როდესაც ჩვენი გადაცემა დაიწყო და რომელიც გავლენას ახდენს მსოფლიო პოლიტიკაზე, მსოფლიო ეკონომიკაზე და საერთაშორისო უსაფრთხოებაზე. ცხადია, რჩება ინტერესის მთავარ ყურადღების ცენტრში ომი საომარი მოქმედებები ირანში, რუსეთის ომი უკრაინაში, ახლოვდება უნგრეთში ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი არჩევნები და ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს იქ პროცესები, ასევე გლობალურ ურთიერთობებში არის გარკვეული, ასე ვთქვათ, ტონალობებში ცვლილებები, თუ შეიძლება ასე ითქვას და ამით შემოვიფარგლოთ, რაც შეეხება მოკავშირეების ურთიერთობებს, ნატოს შიგნით არსებულ ურთიერთობებს, ისევე როგორც ნატოს ფარგლებს გარეთ მთავარი მოთამაშეების, ამერიკის შეერთებული შტატების ჩინეთთან ურთიერთობის საკითხი, როგორც გამოცხადდა პრეზიდენტმა ტრამპმა თავად განაცხადა, მან გადადო მაისამდე, 14-15 მაისამდე მისი ვიზიტი ჩინეთში, თვითონ დაწერა თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში, რომ 14-15 მაისს ეწევა პეკინს, ხოლო შემდეგ წლის ბოლომდე ელოდება ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს მეუღლესთან ერთად. დიდი დიპლომატია არის ახლა ასეთ გახურებული, თუ შეიძლება ასე ითქვას, მისვლა-მოსვლა შუა აღმოსავლეთში. არის მცდელობები იმისა, რომ ომის შეწყვეტისთვის გადაიდგა სერიოზული ნაბიჯები, თუმცა არის ასევე ძალიან სერიოზული ცნობებიც იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ემზადება სერიოზული სახმელეთო ოპერაციისთვის. ამ საკითხებთან დაკავშირებით დღეს ჩვენ მოვიწვიეთ ჩემი კოლეგა, მეგობარი, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნინო კალანდაძე. ნინო, მოგესალმები, მოხარული ვარ, რომ ხარ ჩვენი სტუმარი დღეს. მოკლედ, მსოფლიო როგორც ასეთი, უნდა მიმოვიხილოთ დღეს, ეს თემები არის ჩვენი ყურადღების ცენტრში და ისევ მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში. როგორ ფიქრობ, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, როგორი არის მოლოდინი, რომ საითკენ იხრება უფრო პროცესები, უფრო შეთანხმებისკენ, თუ უფრო ღრმა სახმელეთო ოპერაციების განხორციელების და შესაბამისად ომის გაგრძელებისკენ და გახანგრძლივებისკენ შუა აღმოსავლეთში. მოგესალმები, უკა მივესალმები თქვენს მაყურებელს, მიხარია რომ თქვენი სტუმარი ვარ, მიხარია რომ ამ თემებს აშუქებთ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ამ ქვეყანაში იმდენი გასაჭირი გვაქვს ჩვენი, რომ შეიძლება არ გრჩებოდეს ყურადღების რაღაცა ასათვისებელი სივრცე მსოფლიო პროცესებისთვის, მაგრამ ვინაიდან ჩვენ უშუალოდ გვეხება, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ყველა საკითხს შეძლების დაგვარად რაღაცნაირად ჩვენი ანალიზით შევხვდეთ. რასაკვირველია ამ წუთის მოცემულობით პროგნოზების გაკეთება ძალიან ჭირს, იმიტომ რომ ყოველდღიურად იცვლება დინამიკა, ყოველდღიურად იცვლება გეოპოლიტიკური პროცესები იმისგან განსხვავებით, როგორცაც ჩვენ მიჩვეული ვართ, ხო? დიპლომატია ახსენე შენ და რაღაცნაირად ტრადიციული ტიპის დიპლომატია თითქოს ვეღარ მიმდინარეობს, იმიტომ რომ განსხვავებულ მსოფლიოს ვუყურებთ დღევანდელ მოცემულობაში და ახლო აღმოსავლეთში პროცესები უფრო გამოწვევად დაემატა რუსეთ-უკრაინის ომს, ვიდრე ვთქვათ ამ რეგიონისთვის განმუხტავდა, იმიტომ რომ ამას თუნდაც მოკლევადიანად გარკვეული უპირატესობა მიანიჭა რუსეთს პირველი, იმიტომ რომ აქამდე რუსეთი ასე თუ ისე არ უხსიამონებს ამის მოსვენა, მაგრამ მაინც ახერხებდა, რომ სასანქციო პირობებს რაღაცნაირად მოერგო, ადაპტირდა და ამას ახლა მოკლევადიანი დადებითი ეფექტი დაემატა ეკონომიკური თვალსაზრისით, იმიტომ რომ ამ ომს და ნავთობის ფასის ზრდას ის ვთქვათ მოკლევადაში მაინც საკუთარი
სტაბილურობისთვის იყენებს, მოდი ვთქვათ ასე, თორე ბევრად უფრო წინ წასვლის პერსპექტივა სამხედრო თვალსაზრისით ამ წუთას მაინც არ ემუქრება, მაგრამ ეს ის გვერდითი ეფექტია, რომელიც ვთქვათ ამ შემთხვევაში ასევე ემატება იმას, რომ საერთაშორისო ყურადღება უკრაინისგან კიდევ სხვაგან გადანაწილდა, გადაინაცვლა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ცალსახად ფოკუსი უფრო ირანზეა ახლა ვიდრე ვთქვათ უკრაინაზე და ამას ჩვენ ისედაც ვსაკლისობდით და თუ ევროპული ყურადღება იყო ფოკუსირებული უკრაინაზე, ახლა მასზე რაც უფრო დიდხანს გრძელდება ირანში ომი, მით უფრო დიდი გავლენა აქვს ევროპის ფინანსურ საკითხებზე, შესაძლებლობებზე, კონსოლიდაციაზე. პირველ რიგში დიდი ბრიტანეთი არის ამ შემთხვევაში, უშუალო შემხებლობაში, ამიტომ ამან დიდ სურათში რეგიონზე რაღაცნაირი პრესიერი გავლენა მოახდინა, უფრო სწრაფი, ვიდრე ვთქვათ ველოდით, იმიტომ რომ ჩვენი მთელი ფოკუსი და ყურადღება იყო იმაზე, როდის დასრულდება რუსეთ-უკრაინის ომი, როდის გადავალთ იქ რაღაც ტიპის მოლაპარაკებებზე, რაღაც ტიპის მოდალობების შეჯერებაზე, რომელსაც შემდგომ უკვე ჩვენ რეგიონზე შესაბამისი გავლენა ექნებოდა. ახლა რაც შეეხება უშუალოდ ირანში მიმდინარე სამხედრო მოქმედების პროცესებს, ისიც ფაქტია, რომ იქ ისე სწრაფად შედეგების მიღწევა ვერ მოხერხდა, როგორც ამის მოლოდინი ჰქონდათ, როგორც ისრაელში, ისე პირველ რიგში ვაშინგტონში. პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, რომ მისი სამხედრო, ესე ვთქვათ, ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ისინი მიყვებიან გეგმას წინსწრებითაც ახორციელებენ ისეთ მოქმედებებს, რომელიც მათ გეგმას წინ უსწრებს და უახლოეს პერიოდში პრეზიდენტი ტრამპი საუბრობს ძალიან იმედიანად ბოლო დღეებია, რომ ის სრულიად ახალ ჯგუფს ელაპარაკება ირანის მხრიდან ადამიანების, რომელიც იმ 15 პუნქტიდან მოვციტირებ პრეზიდენტ ტრამპს, რომელიც გადაეცა მათ უმრავლესობაზე აქვთ თანხმობა და შეიძლება ამას კიდე 1-2 პუნქტიც დაემატოს ჩვენი მოთხოვნებიო და რეალურად რეჟიმის ცვლილება უკვე ფაქტიურად ხორციელდება. ეს გასაგებია პოლიტიკური მხრიდან ცხადია, ისაუბრობს, რომ ორმუზის სრუტე უკვე გახსნილია და თუ უსწრაფესად ის მთელი დატვირთვით არ ამოქმედდება, მერე ჩაერთვება მთელი ძალით ამერიკის შეერთებული შტატები, ეს საკითხები დადგა მის წინაშე, ორმუზის სრუტის გახსნა, ახლა ისაუბრობს, რომ შეიძლება ხარკის კუნძული, რომელიც არის მთავარი, თქვათ, გადამამუშავებელი ჰაბი ირანული ნავთობის, იქ მიიტანოს იერიში, ან არ მიიტანოს, ასე საუბრობს, ან აიღოს, ან გაიტანოს ბირთვული მარაგები, ურანის მარაგები. შეიძლება დავასკვნათ ამ ყველაფრიდან, რომ მაინც გაცდა იმ ვადებს და მაინც გაუჭირდა ამერიკის შეერთებულ შტატებს მიზნების მიღწევა, თუ იქნებ მართლაც ასეა და რეალურად გეგმის მიხედვით მიდის ყველაფერი. ამაზე პასუხი დამოკიდებულია იმაზე, რა განიხილება საბოლოო მიზნად და რა აქვს ვაშინგტონს ამ შემთხვევაში სტრატეგიულ ამოცანად დასახული. თუ იყო საუბარი, ვთქვათ, ყისიერ ცვლილებაზე რეჟიმის, ეს ასე არ არის, ეს ასე არ მოხდა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სამხედრო ინფრასტრუქტურის ნიშნულოვანი ნაწილი განეიტრალებულია, შეიძლება არა სრულფასოვნად, შეიძლება არა ისე, რომელიც ავტომატურად რეჟიმის ჩანაცვლებას მოითხოვდა, ეს ასე არ არის, მაგრამ ფაქტია, რომ იმ მოცემულობით, რა მოცემულობითაც რეჟიმი პოზიციონირებდა, დასუსტებულია, მას ის შესაძლებლობები აღარ აქვს, შესაბამისად რაღაც ტიპის მომდევნო მოლაპარაკებები, რომლებიც ადრე თუ გვიან დაიწყება, ის მიუხედავად ყველაფრისა დასუსტებული პოზიციებიდან დაждდება ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკების მაგიდაზე და თუ ჩვენ ამოვალთ იქიდან, რომ ვაშინგტონი თავის სტრატეგიულ, ვთქვათ, ამოცანად ისახავდა
მათი შესაძლებლობების გრძელვადიან განეიტრალებას და იქ ახალი ტიპის სისტემის ჩამოყალიბებას, რომელიც ახლა თვისებრივად განსხვავებული, რა თქმა უნდა, ვერ იქნება იმისგან, რაც მისი წინამორბედი იყო, მაგრამ მას თუ იძულების თუ ძალისხმევის შესუსტებული შესაძლებლობები ექნება, მაშინ რაღაც თვალსაზრისით ეს მიზანი მიღწეული იქნება. აქ უბრალოდ საკითხი დღის წესრიგში იმიტომ ეხება ვადებს, რომ რაც უფრო ხანგრძლივდება ეს პროცესი, მით უფრო დიდია ეკონომიკური გავლენა, მით უფრო დიდია ის უარყოფითი ეფექტი, რომელიც რუსეთთან დაკავშირებით ჩვენ ვახსენეთ, ის უარყოფითი ეკონომიკური თუ ფინანსური ეფექტი, რომელიც ავტომატურად ეხება ევროპას, დიდ ბრიტანეთს და ევროპის კავშირის ქვეყნებს და ამავდროულად ზრდის რაღაც თვალსაზრისით მაინც ზრდის გლობალური ესკალაციის რისკებს, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით გახანგრძლივებას რა გავლენა შეიძლება ქონდეს იგივე გალფის ქვეყნებზე, რა გავლენა შეიძლება იქონიოს მაშინ, როდესაც ჩინეთი და რუსეთი თუნდაც არაპირდაპირ, მაგრამ ირიბად მაინც ახერხებენ რომ ხარდაჭერა აღმოუჩინონ. აი ამ თვალსაზრისით, რამდენად თქვათ რეგიონული ესკალაციის თუ გლობალური ესკალაციის საფრთხეები არსებობს, კერები არსებობს, რომელიც შეიძლება კიდევ უფრო დიდ თავისტკივილად გადაიზარდოს დასავლეთის მოთამაშეებისთვის და ჩვენი რეგიონისთვის, დიდწილად დამოკიდებულია ამ კონფლიქტის დროულად მოგვარებაზე. ამიტომ არის რომ ჩვენ ვთქვათ ვისურვებდით რომ ის ვადები რომელიც თავიდან დასახელდა რეალურად ყოფილიყო განხორციელებადი და მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული მიზნებისგან რაიმე გადახვევა მიმდინარეობს უბრალოდ ტაქტიკურად როგორც ჩანს მაინც უფრო რთული აღმოჩნდა ვიდრე თავდაპირველი გათვლა იყო, მაგრამ ნუ აი მთელი კონტექსტის გათვალისწინებით ახლა რაღაცები ანალიზი სპეკულაციურიც არის, მაგრამ როდესაც ჩვენ საუბრობდით ჯეიდი ვენსის ვიზიტზე მაგალითად სომხეთში, ამ გადმოსახედიდან უკვე ჩდება ეჭვები, რომ ეს ოპერაცია შეიძლება დიდი ხნით ადრე იყო დაგეგმილი და სწორედ დღის წესრიგში არა მხოლოდ ტრიპი და არა მხოლოდ დერეფნის საკითხები, არამედ მათ შორის ამერიკის სტრატეგიული ამოცანები ირანში იყო, ხო? თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რაღაც 20 უზარმაზარი თვითმფრინავი დაეშვა ერევანში და პრაქტიკულად ინფორმაცია არ გამოდიოდა რაზე იყო საუბარი. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია თამამად ვივარაუდოთ, რომ იქ ახლა როგორც არ უნდა ჩანდეს და როგორც არ უნდა ვფიქრობდეთ, რომ ახლა ტრამპის განცხადებები ხშირად ურთიერთგამორიცხველი არის, სპონტანურად იქ არაფერი არ ხდება. ანუ ეს არის რასაკვირველია სტრატეგიული გეგმის ნაწილი. უბრალოდ ის შეშფოთება ლოგიკურია და გასაგებია, რომელიც გვესმის ლონდონიდან, რომელიც გვესმის სხვა ევროპული დედაქალაქებიდან, რომელიც ისმის ჩვენი გადმოსახედიდან, იმიტომ რომ რაც უფრო ხანგრძლივდება ეს პროცესი, მით მეტია დამატებითი რისკები. სოფლიო წესრიგი ცხადია მე მგონი ამაზე დიდი დროის დახარჯვა და კამათი არ მოგვიწევს, რომ შეიცვალა ერთ მნიშვნელოვანი საითკენ მიდის თანამედროვე მსოფლიო რისი მონსტრები ვიქნებით ჩვენ გავხდებით ხო ჩვენ აი ევროპელები ახსენე ბრიტანეთი ახსენე ის კლასიკური ამერიკულ-ბრიტანული ალიანსი მოკავშირეობა რომელიც მართლა სტრატეგიული მოკავშირეობა იყო იმაშიც კი რაღაცა პატარა ზარები გაჩნდა თუ შეიძლება ასე მოგძალებულად ითქვას მაგრამ აი სრულიად იცვლება რეალურად საერთაშორისო სამართლებრივი მსოფლიო წესრიგი, იმიტომ რომ რეალურად ჩვენ ხედავთ რომ სამხედრო ოპერაციები ხორციელდება იმის მიხედვით ვის რა სტრატეგიული გეგმები და მიზნები აქვს. საითკენ მიდის ეს ყველაფერი? კი, ნამდვილად ასეა. ჩვენ თუ გვეგონა რომ ცივი ომის და მეორე მსოფლიო ომების შემდეგ, ვთქვათ, რაღაც ტიპის საერთაშორისო ჩარჩო ჩამოყალიბდა, რომელსაც მინიმუმ ცივილიზებული მოთამაშეები ექვემდებარებიან და შესაბამისად ისინი თავისი ძალაუფლების ფარგლებში აიძულებენ დანარჩენ სამყაროს ამ წესებს დაემორჩილონ. ნუ ახლა ხედავთ რომ აქედან ფუნდამენტურ გადახვევას აქვს ადგილი. პირველი დიდი გეოპოლიტიკური ცვლილება რასაკვირველია, კი. პირველი, ვთქვათ, უახლეს წარსულში პირველი დიდი გეოპოლიტიკური ცვლილება გამოიწვია რუსეთის ღია აგრესიამ უკრაინაში, რამაც ფუნდამენტურად შეცვალა დასავლური აღქმები პირველ რიგში ამ შემთხვევაში ევროპული
იმიტომ რომ აშკარა იყო რომ ამ ომის შედეგად უკვე ხელახლა მოხდება ევროპის საზღვრების დეფინირება. დიახ. ხო? ჯერ კიდევ სანამ ახმოვ აღმოსავლეთამდე მივიდოდეთ, იქ უკვე აშკარა იყო, რომ ამ ომის დასრულების შემდეგ, რა თუ შეგვიძლია რაღაც ტიპის სცენარიო პლენინგზე ვისაუბროთ, რუსეთი ეცდებოდა, რომ რაღაც ტიპის ახალი რკინის ფარდა ჩამოუშვას, ამისთვის ის წინასწარ ამზადებს ნიადაგს, რომ ამ რკინის ფარდის მიღმა მის მხარეს მოხვდნენ ისეთი სახელმწიფოები, როგორიც არის კავკასიის რეგიონი და შავი ზღვის გარკვეული სახელმწიფოები და დასავლეთიც ამავდროულად თუ ევროპა ამავდროულად მისი თავისი გაფართოების პოლიტიკით სწორედ ამ გამოწვევას პასუხობდა, რომ მან შეძლოს ამ თანამედროვე რკინის ფარდის მიღმა, რაც შეიძლება გაფართოებული ძლიერი და მისი სახელმწიფო თუ საზღვრების უსაფრთხოებისთვის ხელსაყრელი სახელმწიფოები შემოიერთოს, რისთვისაც დაიგეგმა მათ შორის ნატოს სწრაფი გაფართოება და შესაბამისად ევროკავშირის გაფართოების ახალი გეოპოლიტიკური ტალღა. ამას რასაკვირველია დაემატა ფუნდამენტურად სახეცვლილი ვაშინგტონის პოლიტიკა, რომელმაც კიდევ უფრო განსხვავებული გახადა თანამედროვე ალიანსების მოქმედება, ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპა და მათ შორის ბრიტანეთი იმ ტრადიციულ მოკავშირეებად აღარ განისაზღვრებიან, იმიტომ რომ ვაშინგტონის დღევანდელი თუ შეიძლება ასე ითქვას, დღევანდელი საგარეო პოლიტიკური ვექტორი არის მისი სტრატეგიული საფრთხეების დაბალანსების ვექტორი, ვიდრე ამ შემთხვევაში გეოპოლიტიკური მოკავშირეების გაძლიერების, რაც ვთქვათ, აქამდე უფრო წინა პლანზე იყო, ამ შემთხვევაში საუბარია იმაზე, რომ შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ ჩინეთის საფრთხე, რადგან გაცილებით უფრო მაღალ გამოწვევად განიხილება ამ შემთხვევაში სტრატეგიულ მოკავშირედ განიხილებოდეს რუსეთი, რომელიც ვთქვათ, წინა მოწყობის საერთაშორისო პოლიტიკაში ალბათ ამ ფორმით ვერ ჩაეწერებოდა. ამის პარალელურად ევროპას მიღებული აქვს სტრატეგიულ დონეზე გადაწყვეტილება, რომ რაც შეიძლება მეტი დამოუკიდებლობა მოიპოვოს ნატოს ფარგლებს გარეთ და ამერიკის შეერთებული შტატებისგან. ამიტომ ეს ეხლა რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ეს არის მიმდინარე პროცესი. აქედან ჯერ კონტურები საერთოდ არ იკვეთება. მით უმეტეს რომ კიდევ რაღაც ახალი კერები ჩდება, რომელიც სწრაფი რეაგირების მექანიზმს საჭიროებს ტაქტიკურ დონეზე და მაგრამ გრძელვადაში თუ ფიქრობთ, ხო, გრძელვადაში, ადრე თუ გვიან დასრულდება რუსეთ-უკრაინის ომი და ეს ევროპისახლებული საზღვრები ჩამოყალიბდება და იმედია საქართველოს მოხდება ევროპის მხარეს და არა რუსეთის მხარეს, თუ სული გავლენის მხარეს. ამ მომენტისთვის, როდესაც ეს ახლებური ევროპის ჩამოყალიბება მოხდება, მაგ დროისთვის ვიმედოვნებთ, რომ ევროპული სტრატეგია იქამდე გაამართლებს, რომ ევროპა რაღაც ფორმით თავის ძველს იდეადეს დაიბრუნებს და შესაძლებლობა ექნება მინიმუმ ფინანსურად, ეკონომიკურად, კვლავ და სამხედრო თვალსაზრისით გამსაზღვრელი. მას აქვს ევროპას ყველა მონაცემით, ყველა ასე ვთქვათ, ზედაპირზე თუ საჯაროდ არსებული ინფორმაციაზე დაყრდნობით, მათ შორის იმაზე ვთქვათ, იგივე BND რას აცხადებს თუ სხვა ევროპული სადაზვერვო სამსახურები რა ინფორმაციასაც ავრცელებენ, იმაზე დაყრდნობით შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ 5, 7, 8 და ჩვენ ამ პერსპექტივაზე ვსაუბრობთ, ხო, 10 წელიწადში ევროპას ამის რესურსი, ანუ ევროპას დღეს აქვს იმის რესურსი, რომ ის სრულფასოვნად თავდაცვის უნარიანი გახდეს პირობითად 5 წელიწადში. ახლა აქვს თუ არა ამის რესურსი დღევანდელ მოცემულობაში ფაქტია, რომ არა აქვს. უკრაინით თუ უკრაინის გარეშე ამ წუთას საუბარია იმაზე, რომ მათ უნდა შეძლონ აღმოსავლეთ ევროპასთან ერთად არსებულ სტრუქტურებში თავდაცვის უნარიანობის უზრუნველყოფა და ამის რესურსი ისინი ამბობენ, რომ აქვთ და როგორც ჩანს აქვთ, მაგრამ არა დღეს და არა ხვალ. სამწუხაროდ, ამიტომაც ვთქვათ, უკრაინაზე აგრესორმა ეს მონაცემები იცოდა და ამიტომაც გაბედა ცხადია, თუმცა გადააჭარბა თავის შესაძლებლობებს და მოლოდინებს და კალკულაციას, მაგრამ რა თქმა უნდა,
აი ამ რაღაც ათოკ გადაწყვეტილებებზე როცა ვსაუბრობთ, რომელიც არ არის, რომელიც ევროპის ხელში არ არის ამ შემთხვევაში, მაგრამ მას რეაგირება უწევს, ასეთი გადაწყვეტილებები ამ სტრატეგიულ გეგმებს პერიოდულად აფერხებს, ხო? იმიტომ რომ ახლა უწევთ იგივე მაგალითად დიდ ბრიტანეთს, ახლა უწევს ფუნდამენტურად იმაზე ფიქრი, თუ და რა რესურსით მოუწევს ჩართვა და ეს რა დაუждდება თითეულ მათ მოქალაქეს იმ შემთხვევაში, თუ მათ მოუწიათ ირანის ომში ჩართვა, ან თუ მათ მოუწიათ ან იგივე ნატოს სახელმწიფოებს თუ მოუწიათ მონაწილეობა. ამიტომ ბევრი ეტაპი არის დამოკიდებული იმაზე. ჩემი პასუხი ახლა საბოლოო ჯამში მე არა ვარ არც სამხედრო ექსპერტი და მხოლოდ აი ამ ზედაპირულ ინფორმაციას დაყრდნობით შემიძლია დავასკვნა, რომ კი ევროპას აქვს ამის რესურსი, მით უმეტეს თუ უკრაინა მათ რიგებში ჩაეწერება და უკრაინამ მე ვფიქრობ, რომ მიდის საკეთკენ ევროპას ჩამოყალიბება პოზიციის კი ბატონო სტრატეგიულად იცვლება და ჯერ ერთი იცავ, მეორე ერთი უკრაინამ მათ შორის სამხედრო თვალსაზრისით აჩვენა, რომ ევროპის სამხედრო მიდგომები გაცილებით უფრო ძვირადღირებულია და გაცილებით უფრო მოძველებულია, ვიდრე უკრაინამ შეძლო ამ ომში როგორც ინოვაციური მეთოდები აღმოეჩინა, დაენერგა და ექსპორტსაც აწარმოებს განსაკუთრებით მაგალითად დრონების. ვრცელდება ინფორმაცია, რომ საზღვაო დრონების საკითხთან დაკავშირებით სპარსეთის ყურის ქვეყნებთან დიდი კონტრაქტები გაფორმდება და შეთანხმებები მიღწეული იქნა ახლა ამ ბოლო. იმიტომ რომ აი ეს ტექნოლოგიური უპირატესობა უცებ მოიპოვეს აი ამ გაჭირვებაში თუ შეიძლება რომ რაღაცა დადებით. ამიტომ ევროპის პოლიტიკა სხვათა შორის თუ სტრატეგიული მიდგომა უკრაინასთან მიმართებით არ შეცვლილა. ახლა ნატოში გაწევრიანდება თუ არ გაწევრიანდება ამისგან დამოუკიდებლად, ევროკავშირში გაწევრიანებასაც შესაძლოა რაღაც წინააღმდეგობები დახვდეს. მაგრამ ამ შემთხვევაში არის პოლიტიკური გადაწყვეტილებაზე საუბარი და დღეს ცხადია, რომ ევროპის კავშირი უკრაინის გარეშე არ მოიაზრებს ევროპის კონტინენტზე მიმდინარე გეოპოლიტიკურ პროცესს და ეს ეს თავისთავადი პასუხია უკვე ამას. ვფიქრობ, რომ ეს ბოლო კითხვა იქნება ჩემი 12 აპრილის შემდეგ ეს ერთი დიდი წინაღობა მოიხსნება გულისხმობ რა თქმა უნდა უნგრეთის უმნიშვნელოვანეს საპარლამენტო არჩევნებს. ვიცი რომ პროგნოზები უმადური საქმეა. პროგნოზები უმადური საქმეა და განსაკუთრებით საფრთხილოა ჩემი პოზიციიდან ადამიანისგან, რომელიც ძალიან ახლოს სწავლობს სახელმწიფოს მიტაცების ტრენდებს და მის გავლენას ელექტორალურ დემოკრატიას. ეს შესავალი რატო გავაკეთე? იმიტომ რომ საარჩევნო სისტემაში, მათ შორის ევროკავშირის ფარგლებშიც დიდი სიფრთხილე გვმართებს ზედმეტი ენთუზიაზმის ხო, იმიტომ რომ შესაძლოა და ჩვენ ვხედავთ ამას თითქმის ტრენდად, რომ შესაძლოა პოლიტიკური ლიდერის პერსონალური თუ პოლიტიკური მხარდაჭერა კლებულობდეს და მან მაინც შეძლოს ძალაუფლების შენარჩუნება, იმიტომ რომ მას საკმარისი დრო ჰქონდა იმისთვის, რომ ინსტიტუციური მანიპულირება თუ სტრუქტურები შეექმნა საიმისოდ, რომ ის მაინც დარჩეს ძალაუფლებაში. ამას ჩვენ ვხედავთ ბევრგან და შესაძლოა ვხედავთ შუაგულ ევროპაშიც და იმის მიღმაც. კი, ვრცელდება ინფორმაციები მოგთამვის არამხოლოდ ცალკეული, არამედ სტრუქტურული და ინსტიტუციონალიზირებული და მე რატო ვთქვი სახელმწიფოს მიტაცება ამ შემთხვევაში, მათ შორის ბევრი რამ, რაც ჩვენ საქართველოში გვინახავს, დიდი ანალოგიით მიმდინარეობს და მათ შორის რუსული ჩარევები არის ყოველდღიური და სულ უფრო ძლიერი ეფექტის მქონე. იმიტომ რომ ცხადია რუსეთის სტრატეგიულ ამოცანებს წარმოადგენს, რომ ორბანი შეინარჩუნოს ხელისუფლებაში და შესაბამისად ამ გეოპოლიტიკურ დიდ ბრძოლაში ევროკავშირის ინტერესი სულ სხვა არის. ეხლა მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, ეს ქვეყანა არის ფუნდამენტური დემოკრატია დღეის მდგომარეობით, რა თქმა უნდა, იქ ევროკავშირის გავლენა გაცილებით უთოთია, მაგალითად რუსული კანონის გატანა იქ ისე მარტივად ვერ მოხერხდა, როგორც ეს მოხერხდა, თქვა, სხვა ქვეყნებში, რომლებმაც ვერ მოასწრეს ევროკავშირში შესვლა, მაგრამ უნდა ვიყოთ ფრთხილი ოპტიმიზმით. ჩვენ უნდა ვიმედოვნოთ, რომ ეს ტრენდი ვერ გაგრძელდება, ჩვენ უნდა ვიმედოვნოთ, რომ ჩეხეთში დაწყებული
ახლებური რაღაც ტენდენციები ავტორიტარიზმისკენ მიმართული ასევე ფეხს არსებითად ვერ მოიკიდებს და ვიმედოვნოთ რომ თუ ორბანის ეფექტურად დასუსტება მოხერხდა 12 აპრილის შემდეგ, მაშინ ეს დიდწილად გავლენას იქონიებს ასევე სლოვაკეთის შიდა პოლიტიკაზე და ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ევროკავშირი ამოისუნთქებს და ის ქვეყნები, რომლებიც დემოკრატიისთვის იწვია. ნახოთ, ფრთხილი ოპტიმიზმით ამ ესე ვთქვათ, ფრთხილი ოპტიმიზმის ნოტაზე ვასრულებ დღევანდელ ჩვენს გადაცემას. დიდი მადლობა ჩვენი სტუმარი იყო ნინო კალანდაძე, დიდი მადლობა საინტერესო ანალიზის და მიმოხილვისთვის. იმედი მაქვს, რომ მომავალშიც გვექნება თქვენი მოწვევის შესაძლებლობა, გემშვიდობებით და მე გემშვიდობებით მომავალ ორშაბათამდე. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.